აი არ მომწონს ნათლობის გადაღება, მაგალითად. მობილურ ფოტოგრაფიაზე რას ფიქრობ? მივხვდი, რომ სულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი მომიწყვეს. არ იყო მარტივი ნამდვილად. მე არ შემიძლია საქართველოს გარეშე, იმიტომ რომ ის ენერგია რაც იქ არის, მიწიდან რასაც მე ვგრძნობ, ამ ყველაზე დიდ ძალას მაძლევს. გამარჯობა, ეს არის კვირა პოდკასტი და დღევანდელი ჩვენი სტუმარია ფოტოგრაფი და ძალიან საინტერესო ადამიანი ზაქარია ჭელიძე. გამარჯობა ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხით თქვენთან ისე გამიხარდა, რომ აი სიამოვნებით. პირიქით მადლობა თქვენ. Welcome back to New York. პირველად შევხვდით, რაც New York-ში დაბრუნდი. სანამ დავიწყებთ ჩვენს მაყურებელს, რომ შენი სიტყვებით უთხრა, ვინ არის ზაქარია ჭელიძე? ვინ არის ზაქარია ჭელიძე? ძალიან მიხარია, ხო, დაბრუნება ძალიან მიხარია, ისიც მიხარია, რომ დავბრუნდი და თან შენ სხვა ამპლუაში სწორად თქვა ეგ სიტყვა შემიშალოს. ვინ არის ზაქარია ჭელიძე? იცი რა, ძალიან რთულია ყოველთვის საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ეხა ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ფოტოგრაფი. ბევრი რამე ვაკეთე მანამდე, მაგრამ ეხა რაღაცა ყველაზე კომფორტულად ვარ აქ რა, ამ კონკრეტულ სახელწოდების ქვეშ და თან ვაცნობიერებ, რასაც ვამბობ, რომ ნამდვილად ესეა და ამიტომ ფოტოგრაფი. კი ბატონო. ზაქარია, შენ გიცხოვრია ევროპაშიც, მანამდეც ამერიკაშიც ცხოვრობდი და ყოველთვის ბრუნდებოდი უკან საქართველოში და ეხლა დაბრუნდი ნიუ-იორკში. როგორ ფიქრობ, რამდენად ხანგრძლივი იქნება შენი ეს ვიზიტი ნიუ-იორკში? იცი, საერთოდ მიმაჩნია, რომ ხე, რომელიც სადღაც კონკრეტულ სადაც შენი ნიადაგია რა, იქ ყველაზე კარგად ხარობს რა და მე უკვე რაღაცნაირად გადარგულ ხეს ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ისე მოიკრიბოს ძალები და რაღაცა გახდეს გულისხმობ. ამ შემთხვევაში, როცა საქართველოდან მივდივარ ხოლმე, რაღაცა ყველა ადამიანი ვინც მიდის, გონია, რომ რაღაცა გადარგული ხესავით არის სხვაგან სხვა ქვეყანაში და მე უნდა ადაპტირდეს, გაძლიერდეს და მოისხას და ასე შემდეგ. და ჩემ შემთხვევაში სულ ესე იყო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია საქართველოს გარეშე, იმიტომ რომ ის ენერგია რაც იქ არის, მიწიდან რასაც მე ვგრძნობ, ამ ყველაზე დიდ ძალას მაძლევს, მაგრამ მუდმივად მაგ ხოლმე რაღაცა კიდე უფრო ახალი, ისევ რაღაცა საკუთარი თავი სულ ჩავაგდო რაღაც გამოცდილებებში, ვნახო, რას მომიტანს, სად წავალ, რა შემიძლია მე ისევ ავიღო ისეთი, რასაც ჩემ ქვეყანას მოვახმარ უკან და ასე შემდეგ და მუდმივად ამ პროცესში ვიყავი. ამერიკიდანაც იმიტომ წავედი, რომ მაშინ რაღაცა აქ დავიწყე გადაღება და შესაბამისად რაღაცა იქ გავძლიერდი. იმიტომ რომ მე საერთოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველზე უფრო გემოვნებიანი არ ვიცი, არ შემხვედრე. ყოველ შემთხვევაში შემფასებელი ჩემთვის ესეა, საზომია ძალიან და ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოში გამეკეთებია ეს ყველაფერი და ფოტოგრაფიაც იქ რაღაცნაირად უფრო გაძლიერდა და შესაბამისად რაღაცა სახელიც ჩემი გახდა რაღაცნაირად ცნობილი და პასუხისმგებლობაც მეტი იყო ამ შემთხვევაში. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა ჩემი წამოსვლა პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ მე მამა გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამას სახში ძალიან დიდი მადლობა. და მეორე ამბავი ის არის, რომ იმდენად რაღაცა გართულდა იქ ყოველდღიურობა, რომ მივხვდი, რომ ამას სახში უკვე რაღაცები აღარ შემიძლია და მირჩევნია, რომ ცოტა სიმშვიდისკენ წავიდე და სხვათა შორის მე ძალიან ვარჩევდი, სად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ბევრი გამოცდილება მაქვს სხვა ქვეყნის, მაგრამ მივხვდი, რომ ამერიკა ჩემთვის აი რაღაცა მეორე სახლივით არის, შეგრძნებით ესეა რა, იმიტომ რომ შემოვდიოდი, ანუ რომ ჩამოვედი და რომ დავინახე ეს მანჰეტენის ხედი, აი რაღაცნაირად გული ამიჩქარდა და მივხვდი, რომ რაღაც სწორ ადგილზე ჩამოვედი ისე რომ თითქოს სახლში დაბრუნდი. კი, აი ზუსტ ეგეთ შეგრძნება, არ ვიცი რატომ აქ ეგ შეგრძნება, ხა გურიის მე მანჰეტენი რატომ უნდა მიჩქარებდეს გულს, მაგრამ მიჩქარებს. ფოტოგრაფია ახსენე, რომ საქართველოში პოპულარული გავხდი, მაგრამ მანამ სანამ საქართველოში ესე მასიურად გაგიცნობდნენ როგორც ფოტოგრაფ, შენ მანამდე უკვე დიდი ხანია ამ სფეროთი იყავი დაინტერესებული და დაკავებული, მაგრამ მას შემდეგ რაც სელებრიტების გადაღება დაიწყე და ძალიან ბევრი ისეთი წონიანი სელებრიტი გადაიღე და ბევრმა მათგანმა შენი ფოტო გადააზიარა კიდეც საკუთარ ინსტაგრამზე, მას შემდეგ უკვე დაინტერესდა საქართველოს შენით. კი, ნამდვილად ესეა და მე გული მწყლება ერთ რამეზე კიდე ძალიან ისეთ თემას შეეხება, რაც ჩემთვის არის ცოტა უცნაური. როგორც კი სადმე სხვაგან სხვა ქვეყანაში გაღიარებენ, ან შეგამჩნევენ, მე ხედავს შენი ქვეყანა სამწუხაროდ. არა მე მართლა იმდენი ცნობილი ადამიანი, საქართველოსთვის ცნობილი ჩვენი ლეგენდა გადავიღე, არავისთვის არ იყო ეგ
საინტერესო, მარტო ჰოლივუდი იყო უფრო საინტერესო და ამის გამო სხვადასხვა დღემდე ამ თემაზე რომ ისაუბრებიან ხოლმე ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ იმდენი წელი გავიდა. ეხაც ვაგრძელებ სიმართლე გითხრა, მაგრამ აი რაღაცა ჩემთვის მაინც ეს ქართველი ეხა თუნდაც მაგალითად აი გუშინ მამუკა ჩარკვიანი, რომელიც აი ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ მასთან მე შევძელი სიცოცხლეში ყოფნა და ურთიერთობა და ასე შემდეგ და თუნდაც ის ფოტოები და რომელი ერთი, მაგრამ იცი რა არის, აი სამწუხაროდ ეს შემჩნეული მყავს მე ჩემი ქვეყანა ამაში და ალბათ ყველას ვინც საზღვარგარეთ არის განსაკუთრებით, რომ თუ რომელიმე ქართველმა საზღვარგარეთ რაღაცას მიაღწია, მე უფრო გვაღიარ, ხო, და აი ეს რაღაცნაირად გულისწყეტაა ჩემთვის, იმიტომ რომ აი საოცრად ნიჭიერი ადამიანები არიან იქ და იქვე შეიძლება რა არ შეამჩნიო მანამ სანამ სხვა ბაზარზე ესე ვთქვათ მოხდება გაღიარებენ. იცი რა მითხარი ამ თემაზე მიკვირს რომ კიდე მესაუბრებიან, მაგრამ ერთსაც დაგისვავ და მოვჩეს მაშინ. კი, არა, მესაუბრე არ მაქვს პრობლემა. ამ ხალხს ანტონიო ბანდერასი, კიანუ რივზი როგორ უსაფრდებოდი ხო არა სად პოულობდი? ხო, ეგ ისეთი კვლევა არის რაღაც აი ეგეც ერთგვარი ალბათ და საკუთარ თავს ვასაქმებ, რომ ეხა აბა თუ გაინტერესებს ეს ადამიანი ადექი და იპოვე. პოვნა სინამდვილეში არ არის ხე ეგრე მარტივად, როდესაც სადღაც ჩნდებიან, თუმცა არის გზები, სადაც შეიძლება დაახლოებით მიხვდე რა, ანუ ეს არის რაღაცა სხვადასხვა fan page-ებზე, თავიანთ fan page-ებზე თუ გამოწერილი ხარ და თუ კონკრეტული ადამიანი გაინტერესებს ამ შემთხვევაში, მე რაღაცა როდესაც აქ შოუებია ძალიან ბევრი და იქ ანუ როგორც guest list-ში არის რაღაცეები იდება, მაგრამ გარანტია იმისი რომ შენ იქ მოხვდები, ნახავ შეხვდები ან გადაღების დროს იმ კადრს დაიჭერ, ანუ ამისი არ გაქვს. ანუ ვაბანკზე მიდიხარ ხოლმე ძირითადად რა. მაგრამ ძალიან საინტერესოა, მე შემიძლია სუნთქვას ვაჩერებ ხოლმე, შემიძლია იმ რიგში ვიდგე 5-6 საათი, 7 საათი ვდგარ რიგში ისე რა, ეხლა თან ნიუ-იორკში არის არ უკვირს რიგში დგომა მე მგონი. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ანუ როდესაც მეუბნებიან ხოლმე რა მარტივია ეს ყველაფერი და როგორ გიმართლებს, კი არ მიმართლებს, არის ხოლმე რომ აი ეხლა რაღაც სპექტაკლზე მინდოდა შესვლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი კასტია ცენტრალ პარკში და ზუსტად 3 დღე ვიდექი 6-6 საათი, მაგრამ ვერ მოვხვდი და ну საბოლოო ჯამში მე მაინც მოხვდები დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეხლა გადავწყვიტე რომ დილის 4 საათზე წავიდე, იმიტომ რომ კარავი გავშალო და 12 საათზე გასცემენ ბილეთს და მოხვდე, მაგრამ იქ დავხვდე ხო და მე ადამიანებისთვის არის მარტივად ეგ როდესაც პოსტავ რა და ეს არის შეგიძლია რა არის სირჩი გააკ და თუ ამის ნერვები გაქვს, ამის დრო გაქვს და სურვილი და რაღაცა გამძლეობა, რავი შესაძლებელია. წაგიყვან ერთხელ და ხო არა, იმიტომ რომ კადრს ჩვენ რასაც ხედავთ უკვე მზა პროდუქტს, იმის იქით რამხელა მოთმინება და ხო, აბა, იმიტომ რომ ესენი ხა ანუ ვარსკვლავი ზოგადად სიტყვა ამისი მნიშვნელობა აქ ნამდვილად არის, ნამდვილად ვარსკვლავები არიან, ხა ჩვენთანაც არიან ვარსკვლავები, მაგრამ ის ვარსკვლავი შეიძლება ბაზარში შეგხვდეს სადღაც ერთად მიირთვა რაღაცა, ანუ ისეთი შეგრძნება არ გაქვს, ანუ ჩვენთან საქართველოს გულისხმობ და ну აქ ხა ვარსკვლავი ნამდვილად ვარსკვლავია და ისეთი თან ფანები ყავთ და მართლა ანუ წარმოუდგენელად ის არის პოპულარულები არიან და სანამ ფოტოგრაფიით დაინტერესდებოდი, შენ მანამდე ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწეოდი. შენც კარგად ისა გისერჩია. მომზადებულ ხარ. მომემზადეთ. საშინაო დავალება გავაკეთეთ. კი. აი ამ საქმიანობას რომელი საქმიანობა? ბავშვებთან მუშაობა, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და ჩემი პატივისცემა შენ მინდა დავაფიქსირო. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეგ თემაა, სხვათა შორის ბოლო წლები ამაზე დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ამ თემაზე როდესაც საუბრობ, მეტი ადამიანი იგებდა და მეტ ადამიანის ჩართულობა იყო ამაში, იმიტომ რომ საჭირო იყო ყოველთვის მეტი ადამიანის ჩართულობა. ბავშვებს რაც შეეხება თავის დროზე 15 წლის წინ როდესაც ეგ დავიწყეთ, იყო რომ მე კიდე მანამდე სხვა სფეროში მუშაობდი, მომსახურების სფეროში და უკვე რაღაცნაირად მივედი იმ ასაკში ვიყავი თუ რა ვიცი იმ გამოცდილებას, რომ მინდოდა რომ ჩემი გამოცდილება ვიღაცისთვის გამეზიარებია და აი აბსოლუტურად მართლა შემთხვევით არაფერი არ ხდება სინამდვილეში, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის ვფიქრობდი, რომ შემთხვევით აღმოჩნდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც ეძებდა სპეციალისტს, რომელსაც ჰქონდა მომსახურების სფეროს გამოცდილება და შეეძლო ახალგაზრდებისთვის ესწავლებია და ნუ თან ცოტა რთული ახალგაზრდები იყვნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ეს რაღაცა ოჯახში გაზრდილები არ იყვნენ, გულისხმობ იმას, სახელმწიფოს ქვეშ გაზრდილები იყვნენ. და სხვა რთული ხასიათის მქონე ახალგაზრდები და მე მითხრეს, რომ თუ შევძლებდი მათთან მუშაობას, რომ მაგალითად დამეტრეინინგებია.
მე თამამად თქვი თანხმობა, იმიტომ რომ მართლა ვერ ხვდებოდი რასთან მექნებოდა საქმე და ეგეთი პროექტი გაკეთდა ერეკლე მეორეზე მაშინ იყო რესტორანი სხვათა შორის, სადაც მუშაობდნენ ბარმენებად, მიმტანებად და მზარეულის დამხმარეებად ეს ახალგაზრდები. ოღონდ ეს არავინ არ იცოდა ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები სტუმრებმა, იმიტომ რომ ჩვენ მათ ვაძლიერებდით და ვეუბნებოდით რომ შენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარ და მთავარი პრობლემა მათში არის ზუსტად ის რომ 18 წლის ისინი რო ხდებიან და სახელმწიფო სახლებს ტოვებენ, მერე უკვე მზრუნველობიდან გადიან და არავინ აღარ ზრუნავს მათზე და მათ უკვე ფაქტიურად არაფერი არ გააჩნიათ. არავინ და არაფერი არ გააჩნიათ და ხვდებიან ქუჩაში და მე ვთვლი რომ 18 წლის ახალგაზრდა არ არის იმისთვის მზად რომ ქუჩაში აღმოჩნდეს და მან დამოუკიდებლად რაღაცეები შეძლოს, განსაკუთრებით საქართველოში, როცა იცით როგორც თან მაშინ როცა მანამდე რაიმე სკილები არავინ არ აბსოლუტურად სკოლის გარდა, რაღაცეები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ორგანიზაცია მით უმეტეს მაშინ იმ პერიოდში ძალიან დიდი სახლები იყო, არ იყო ესე რაღაცა ეხა არის პატარა 10 კაციანი სახლები და მაშინ იყო დიდები და ნუ იქ საერთოდ საოცრებები ხდებოდა. საოცრებები ცუც გულისხმობ ამ შემთხვევაში თვითონ სიტყვა საოცარი კარგს ნიშნავს ალბათ, მაგრამ ხო, ნუ ერთ სიტყვით, მე ამათთან რომ დავიწყე ეს ტრეინინგი, მივხვდი რომ სულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი მომიწყვეს. არ იყო მარტივი ნამდვილად. მართლა მქონდა ეგ შეგრძნება, რომ აი სახლში რომ მივდიოდი, ტიროდი იმის სიმწრისგან, პროსტო ისეთებს მიკეთებდნენ რა. რამდენი წლის იყავი მაშინ? მაშინ ვიყავი ალბათ 20 რავი 8. ანუ შენ თვითონ ძალიან ახალგაზრდა. ნუ ხო, მაგრამ მეგონა რომ მეტი გამოცდილებით, მაგრამ იცი იმდენად მინდოდა რომ ამ ადამიანებს თავის სიტყვა ეთქვათ, იმიტომ რომ საოცრად ნიჭიერები არიან მართლა. და იყვნენ და მინდოდა რომ აი ეს რაღაცა შეპირება რაც მე მქონდა, მით უმეტეს ჩვენი დონორები გერმანელები იყვნენ, მინდოდა რომ მათთვის იმიტომ რომ მაგათმა მითხრეს რომ შენ ვერ შეძლებო და ჩემთვის ცოტა ისეთი სიტყვა ვერ შეძლებ, ყველაფერს გავაკეთებ რომ შევძლო. ხო და აი რაღაცა ეგ იყო და მართლა 6 თვის ტრეინინგის შემდეგ პირველი 3 დასაქმდა. ოღონდ ნახე რა ხდებოდა. მე მქონდა მათთვის აკრძალული ეგეთი რამე რომ სადმე სამსახურში მიხვიდე და უთხარ ვიცი მე ბავშვთა სახლში გავიზარდე და სამსახურში ამიყვანე. ანუ ეს მოხსნილი იყო, აი არ უნდა ეთქვათ, იმიტომ რომ მანიპულირება არ მოხდა. თავის შეცოდება გამოდიოდა. ხო, აბსოლუტურად ძალიან ბევრი აკეთებდა ეგეთ რაღაცას მაშინ. და ჩვენ ვაძლიერებდით, ანუ CV-ს დაწერა, უცხოენებს ვასწავლიდით, პლუს თვითონ ტექნიკური რაღაცეები, ჰიგიენური ამბები, ანუ ყველაფერი ფაქტიურად ჩათვალე რომ ნულიდან იწყებ ამათ. და შეძლეს და ძალიან ბევრი, რა ვიცი, აი მართლა შემიძლია თამამად თქვა რომ სადღაც 15 წლის მანძილზე ალბათ ალბათ 500-ზე მეტი ახალგაზრდა ყავს დასაქმებული. ოღონდ დღემდე არავინ არ იცის რომ ისინი იქ გაიზარდნენ, იმიტომ რომ ეს ჩემი საიდუმლოა, ეს მათი საიდუმლოა და ყავთ ოჯახები, ბევრი საზღვარგარეთ არის, პლუს კიდე რაღაცა მე ტრანსფორმერებს ვეძახდი მათ და ესე ჯგუფი ვქონდა, სადაც ანუ აბსოლუტურად ყველა ერთმანეთს ეხმარება, მე ქირავდა ერთი ბინას პირობითად, მეორე, მესამე ემატებოდა და ნუ რაღაცა ყველა მიცოდა, პლუს მე პატარებმაც იცოდნენ რომ ჩვენთან იყო ეგეთი შესაძლებლობები. სამწუხაროდ ეხა დავამთავრეთ 15 წლის თავზე დავამთავრეთ, ისევ აი რაღაცა გაუგებარი კანონების გამო, გაუგებარი რაღაცა ეს გრანტების შეზღუდვა. ხო, აი რაც საქართველოში გადაწყდა რომ არასამთავრობოებისთვის შეიძლება ვიღაც კონკრეტულ სამთავრობოებს რაღაც შეზღუდვა დაუწესო, მაგრამ არა ყველას და ამიტომ სამწუხაროდ ჩვენს გადავწყვიტეთ რომ დაგვესრულებინა. რა თქმა უნდა, ბავშვი ისევ არის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ისევ არის და აგრძელებს, მაგრამ მე ვთვლი რომ მე და ჩემი მეგობარი ლელა იყო ეს ჩვენი წილი, ჩვენ და ყველა თითოეული ადამიანის, რომელიც ჩართული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველა წავიდა და იშალა, იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას სამწუხაროდ. ვიდრე ბავშვები. და არა მარტო. ხო, და აი ამ პროცესში ამ ბავშვებთან იყო აი ეს მიმართულება, სარესტორნო მიმართულება, რომელიდანაც მე გამოვედით და ძალიან ბევრი მიმართულება გავაკეთეთ, ანუ მე როგორც ფოტოგრაფმა გავაკეთე მათთან პროექტები. ძალიან ბევრი, ანუ 15 წელი წარმოგიდგენია, ძალიან ბევრი, არ ვიცი, ხა ვინც მოусმენს ამ ეთერს მინდა რომ თითოეული ადამიანი ვინც იცის რა გააკეთა იმ პერიოდში ჩვენთვის ბავშვებისთვის, ყველას დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს არასდროს არ დაავიწყდება სამყაროს ზუსტად ვიცი. მობილურ ფოტოგრაფიაზე რას ფიქრობ? ხო, ეგ ჩემი ტკივილია ეს მობილური ფოტოგრაფია, მაგრამ ძალიან პოპულარულია. და მე ვთვლი რომ მომავალიც ზუსტად ტელეფონის ზომა არის და ეხა მე რასაც მომხმარებელი ვარ Fuji კომპანიის თვითონ ესეც ისეთია რა, ანუ ეხა
ცოტ ოდნავ დიდია ტელეფონზე ხო ეხლა რა თქმა უნდა ამ ლინზით რა თქმა უნდა სხვა ლინზებით სხვა არ მაგრამ იცი რა არის დღეს უკვე სოციალური ქსელმა მისცა ადამიანებს იმის საშუალება რომ შეინახო ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რომ შეინახო ბევრი გადაიღო და მე ეს ყველაფერი გააზიარო და იქ რაც არის გასაზიარებლად საჭირო ამას ტელეფონიც აკეთებს მე არ ვარ ხოლმე მომხრე ამისი მე ჩემ თავზე პირადად აკრძალული მაქვს ტელეფონით გადაღება იმიტომ რომ მე თუ ტელეფონით გადაღება დავიწყე არის კომფორტული მე კამერას დავტოვებ და მე კამერას სუთან მაქვს ამიტომ სულ რომ მეუბნებიან ხოლმე აი რაღაცა ტელეფონით რაღაცები რა თქმა უნდა გადამიღია მაგრამ ძალიან იშვიათად და ნუ კამერით რო სუვიარო ეს ერთი და მეორე რა თქმა უნდა ეხა უკვე კონკურსებია მობილური ფოტოგრაფიის არის ფილმებს იღებენ ვიდეოებს იღებენ და ეს კიდევ უფრო უმჯობესდება და უმჯობესდება ამიტომ ვისაც როგორ ეკომფორტულება მე ალბათ ამისკენ უფრო ვარო თუ შენთვის თერაპიულია და ეს გევასება და მოგწონს და გაკმაყოფილებს აი უნდა გააკეთო იმით რითაც გინდა ეგ გამოუშვა საკუთარი სხეულიდან და გონებიდან და კიდე იცი რა არის რომ აი ამ ტელეფონთან დაკავშირებით ახლა მასტერკლასები და რაღაცები რო უთხოვია და გამეკეთები არიან იქ ადამიანები მოდიან ტელეფონით და კიდე არის ხოლმე შემთხვევა როდესაც გონიათ რომ კამერა უნდათ ვინც ტელეფონში კომფორტულად არის ამბობს რომ იცი აი კამერა მინდა კაი კამერა რომ მქონდეს მაგრამ აი მისაუბრია და მე მithქვია მისთვის რომ არა შენ კამერა არ გჭირდება იმიტომ რომ ტელეფონია შენთვის კომფორტი იმიტომ რომ კამერას მე სჭირდება დატენვა ჩადება ცალკე ექსტრა რაღაცა ჩნდება შენ ცხოვრებაში ხო და არ არის ეგეთი მარტივი ისაც ტელეფონში მარტივად აკეთებ და მოგწონს ანუ ეგრე აქ უკვე სხვანაირად უნდა ისწავლო შესაბამისად რა ვიცი ხო მაგრამ აი შენ წეგან ახსენე რომ 5 წელი დამჭირდა მანამ სანამ საკუთარ თავს ფოტოგრაფს უწოდებდიო და ერთი პერიოდი ისეთი როგორ ვთქვა ტრენდში იყო ყველა მეორეს ინსტაგრამზე ფოტოგრაფია ეწერა და ყველა იყო განებებენ მალევე თავს იმიტომ რომ სიამდვილეში ძალიან რთული პროცესია ეს ძალიან რთული პროცესია გააჩნია რა ჟანრში ხა ფოტოგრაფიას ბევრი ჟანრი აქვს ხო ეხა ვისაც ადამიანები უყვარს უფრო ალბათ კომერციაში თუ არიან მით უმეტეს მაგრამ მე აი მუდმივად ექსპერიმენტს უნდა აკეთებდე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ცოტა უფრო უნდა გახსნა შენი გონებაც, სურვილებიც, ან მხატვრები უფრო თამამი ტიპები არიან, გულისხმობ იმას, რომ აი მხატვრების, აი პირობითად ეროტიული ჟანრი მხატვრობაში, ეს მხატვარი რაღაცა ადამიანებიც ისე იმაშვებიან, რომ მხატვარია და მე რა, აი ფოტოგრაფი თუ იგივე ჟანრში მუშაობს, აი ცოტა სხვანაირად არის ხოლმე აღქმული და ამიტომ ჩემთვის მხატვრები ძალიან თამამები არიან და ფოტოგრაფები, ეხლა აქ ნიუ-იორკში არ გულისხმობ, ეხლა ჩვენ მაინც რაღაცა საქართველოზე ვსაუბრობთ. საქართველოში არ არიან იმდენად თამამები და ძირითადად არის ხოლმე რომ ყველა ცდილობს რომ აი მიბაძულობის ამბავი გააკეთოს ფერშიც კი დამუშავებაში და ეგ მე მგონი ძალიან ზედმეტი არავის არ სჭირდება. შენ უნდა იყო მთავარი ამბავია რომ შენ იყო და მე გააკეთე და გადაიღე ის რაც გინდა. შენ ფოტოგრაფიას რასაც უყურებ, ანუ ძალიან ბევრი სახეებია, ძალიან საინტერესოდ გადმოცემული არქიტექტურა, პეიზაჟები, რომელ ჟანრში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს. მე საერთოდ მიმაჩნია რომ ჟანრი არ მაქვს, იმიტომ კი არა რომ ამით ვამაყობ. უბრალოდ არ მაქვს ჟანრი, ანუ როგორიც ვარ, როგორიც მაქვს ყოველდღიურობა და ეხლა თუ ხედავ რომ რაღაცა შენობა მომწონს ვიღებ, ანუ არ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებას ვერც პოულობ ეხლა რა მომწონს კონკრეტულად არ ვიცი. ზუსტად ვიცი რა არ მომწონს. აი ეგ ნამდვილად ვიცი, მაგრამ დანარჩენ აი არ მომწონს ნათლობის გადაღება მაგალითად. ძალიან ბევრჯერ გადამიღია უთხოვიათ და არ ვიღებ, იმიტომ რომ ბავშვი რა დღეშიც ვარდება იმ სიწყალში რომ სამჯერ აყოფიებენ თავს რომ ლურჯდება და წარმოუდგენელი ემართება ეს, იმიტომ რომ კამერა რეალურად არის იმ ემოციის გადმომტანი ჩემთან რა და მე ყველა აი ამ დეტალი, როდესაც გადმოვგაქ შენს თავზე, მეც ვითრგუნები და ის ბავშვი რომ ესე ლურჯდება, მეც არ შემიძლია ამის ყურება პირობითად და არ მინდა ამის გადაღება. თუ დიდია და შეგნებულია და იცის რომ მამაოზე არ უნდა შეეშინდეს, მაშინ it's okay, მაგრამ პატარა ბავშვებზე არ შემიძლია. ქორწილები მაგალითად. ქორწილები არის ძალიან საინტერესო თემა. საინტერესო თემა არის, ძალიან საინტერესო არის ჟანრი, საოცრად საინტერესო ჟანრია, მაგრამ ახლა რა არის? საქართველოში სამწუხაროდ არ არის აღქმული ფოტოგრაფი როგორც ხელოვანი, ანუ დამკვეთისგან არ არის აღქმული. მაგალითად, პირობითად მე თუ მწერ, ხო, რომ შენ მეგინდა გადამიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძალიან ბევრ ფოტოგრაფს შორის შემარჩიე, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ნანახი გაქვს ჩემი ნამუშევრები და დაახლოებით ხვდები მე რა ჟანრში შეიძლება ვიმუშაო შენთან. აქ ესეა.
აქ იმიტოა მარტივი, იმიტომ რომ ის გეუბნება რომ მე შენ შეგარჩიე და ძალიან დიდი ბედნიერება არის ჩემთან რომ იმუშავებ და ბლა. და სრულიად თავის მე არ მახსოვს, აქ გადავიღო love story ან რაღაცა, რომ რომელიმე ჩაერიოს და მითხრას რომ ამ რაკურსზე ხوار დამაყენებდი, ან ამ ხელს აქ ხوار დავდო თუ ასე შემდეგ. საქართველოში არის შემდეგი. გირეკავს, ვიღაცამ გაგიწია რეკომენდაცია, საერთოდ არ იცის ვინ ხარ, რა გაგიკეთებია და მე ვეუბნებოდი, გინახავთ მე რა გადავიღე. არა. მაგრამ ისეთმა ადამიანმა მირჩია, ანუ ადამიანმა გირჩია მისი გემოვნებით, ხო? მისი გემოვნება არ ნიშნავს, რომ შენი გემოვნება არის. ტრენდში თუ ხარ, მაინც შეიძლება ავსწრეთ, ხო, გემოვნება. ოკეი. მე არის შემდეგი. მაჩვენე, ანუ ეგ არის მე ზოგადად ყველას ვისთანაც მასტერკლასი მქონდა, ვეუბნები, არასოდეს არ აჩვენოთ ფოტოები. და რატო? იმიტომ რომ, როდესაც შენ ფოტოს აჩვენებ, ის ადამიანი ირჩევს მის ვერსიას და შენ სათხარ ამ დროს, ხო? და თუ მე იმას გიგზავნი, რაც შენთან მუშაობის შედეგად გადავიღე, აი ამ მასალას გიგზავნი, იქ ჩემი ხელწერა, ეს მომეწონა, ესე დაგინახე და ეს არის. კი ბატონო, ხო? როგორც კი ახედებ, შიგნით დაახედებენ, ჩამახედე, მაჩვენე. მე აქ დავდგები, იქ დავდგები, რაღაცა ისეს და საბოლოო ჯამში ხარ, აი როგორ გითხრა, არ ვიცი ვინ ხარ, ხარ ადამიანი კამერით, რომელსაც გეუბნება რა უნდა გააკეთო. და სასაცილო იცი რა არის, რომ ადამიანი რომელიც რაღაცა პირობითად 30000 ლარს იხდის ქორწილში და გეუბნება რომ ჭამაში, ხო, ჭამაში ნამდვილად და 3 ადამიანი ყავს თავარი, მუსიკოსი, ოპერატორი და ფოტოგრაფი და აი ამაზე ცდილობს რომ ძალიან იაფად იშოვოს თუ რაღაც. აი ეგ ჩემს ამოუხსნელია კიდე, როცა ყველაზე მთავარი ეგ არის, შენ შვილებს და იმას ეს დარჩება, თორე იქ რა ჭამე იმ დღეს იმ რესტორანში ვის ადარდებს, ხო? და აი ბევრი დეტალია, რომელიც ამ დროს ფოტოგრაფიაში არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ჟანრი, ქორწილი. როდესმე ალბათ მე დავიწყებ თქო ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ნუ ჯერ არ ვარ მზად მაინც ამისთვის. შენს ფოტოებს რო ვაკვირდები, ძალიან დიდი ნაწილი არის შავთეთრი. არის. მე ხო ვთქვი რომ ჟანრი არა მაგ და არც ფერი და არც რა. შავთეთრი ყოველთვის არის ხოლმე ადამიანები მეუბნებიან რომ გონიათ რომ შავთეთრი არის რაღაცა სევდიანი ან ცუთხასიათზე ვარ ან შემდეგ. არა საერთოდ არა. ფერი არაფერ კავშირში არ არის განწყობასთან, იმიტომ რომ იმ შავთეთში ისეთი ბედნიერი შავთეთრები მაქვს მე. ბედნიერი, ანუ ჩემი შეგრძნება რომ უბრალოდ არ ვიცი ეს ფერი როდის ქრება ხოლმე რა. იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ ყველაზე მეტი ფერი არის ხოლმე შავთეთში. ხა ეს ისეთი ნათქვამია იდეაში. ცოტა სიღრმე თუ რაღაც რო გინდა რომ კაი ტიპი იყო რომ შავთეთში ბევრი ფერია, მაგრამ მართლა ეგრეა, იმიტომ რომ იმ შუქჭრილებით, იმიტომ ბევრი ლეიერი აქვს ნამდვილად შავთეთსაც და იმ შუქჭრილებში, ის კონტურებში ისეთი რაღაცეები მოაქვს ემოციები, უფრო სწრაფად მოდის ადამიანთან მგონია. ნუ ჩემი შეგრძნება იმ კონკრეტულ მომენტში ეგ არის და ფერი ზოგჯერ მე გადაფარვა მაქვს ხოლმე პირიქით. ზოგჯერ შეიძლება ძალიან დიდი სევდა ფერში გავაკეთო, იმიტომ რომ მიმხვედრი მიხვდება, მაგრამ ფერი იმაშვება. იმიტომ რომ აი ეს რაღაც ადამიანის ფსიქოლოგია რომ შავთეთრი თუ აუცილებლად ტკივილი უნდა იყოს და ფერადი თუ აუცილებლად ბედნიერი. ამ დროს საერთოდ არ არის ეგრე. და ამ დროს მართლა არ ვიცი როდის არის შავთეთრი და როდის არის ფერადი. აი თვითონ პროცესში მოდის ეგ რა. თუ გაქვს ნიუ-იორკში ადგილი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა გაიარო, ყოველ ჯერზე გინდება გადაღება. ნიუ-იორკი მთლიანად ეგეთია. ჩემთვის მთლიანად ქალაქი ეგეთია, იმიტომ რომ მე მგონი აქ რა დოზითაც ადამიანს გინდა ფეხით იარო, მე არ ვიცი სად გინდა ეგრე რომ იარო ფეხით. იმიტომ რომ ეხა რომშიც ყოფილვარ, იქაც ყოფილვარ და ვგიჟდები, მაგრამ იცი როგორ არის რაღაცა გავიარე და მე უკვე იგივენაირად გეჩვენება მეორჯერ მესამეჯერ და აღარ გინდა. აქ ეხა რამდენავენი ფაქტიურად ყველგან ვარ ნამყოფი, მე მგონი თან ფეხით. რავი, არ არის ადგილი, სადაც და არ არის სახურავი თუ რაღაცა, სადაც არ ყოფილვარ. ყველა ასვლაზე, ყველა მისვლაზე არის სხვადასხვანაირი, ყოველთვის. იმიტომ რომ იმდენი 1000 და მილიონი ადამიანი მოძრაობს აქ, ეს ხო სხვანაირ ფერს იმაშვება ყველაფერს. ეხლა ამ ჩამოსვლაზე საერთოდ სიგიჟეა ეს ახალი მანქანები, რაღაცა ეს რაღაც საოცარი რობო, რაღაცა თან რაღაც არ ვიცი, მგონია რაღაცა ცოტა მარსზე რომ უნდა იარონ ეგეთი მანქანები. და აი ეს, ანუ მუდმივად ის არის და თან არის რომ აი მართლა არ ბეზრდება აქ ფეხით სიარული, აი რავი, რამდენ კილომეტრს გავდივარ, მართლა არ ვიცი, ეს ავენიუები არ მთავრდება, ეს ქუჩები და ეგეთი. და საყვარელი ადგილი ეხა ყველაზე უფრო რა მიყვარს ნიუ-იორკში, რა მიყვარს ნიუ-იორკში. ალბათ უფრო მიყვარს იქეთ დაუნთაუნის მხარე, იმიტომ რომ
ბრუკლინიც ძალიან მიყვარს აი ეს სიმშვიდე და ველოდებოდი ბრუკლინს როდის იტყვის ხო? ხო, ძალიან საოცარია ბრუკლინი, ჯერსიც იმ დღეს ვიყავი სხვათა შორის ჯერსის ჰამილტონ პარკიდან ეს მთელი ვიუ მზის ჩასვლა იქიდან ეგეთი ლამაზი ხედი, არ ვიცი საიდან არის, იმიტომ რომ ვინც იქედან უყურებს ხოლმე მანჰეტენს რო გონიაზებებს, მაგრამ მანჰეტენს ეხა როგორც ფოტოგრაფმა შეიძლება გითხრა რომ მზე აქედან ურტყავს შესაბამისად შენ ბრუკლინიდან უყურებ მაშ კონტრაჟურში უყურებ ამ შენობებს. ჯერსიდან უყურებ ამ შენობებს მზე როგორ ჩადის მაგაცზე და ნუ აი ოქროსფერი ხდება მთლიანად ეს შუში შენობები, ნუ არის ზღაპარი. ხო რა ისე რა. თუ ყავს ვინმე ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებსაც გამორჩეულად ათვალიერებ ან ადევნებ მის შემოქმედებას თვალს. ხო, ეგ ისტორია ძალიან მიყვარს, სიამოვნებით მოგიყვები. დავუშვი. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი არის სებასტიან სალგადო. ეგეთი ბრაზილიელი, დიდი ადამიანია. და ყოველთვის ეგრე იქნება. სებასტიან სალგადო იყო ვის ინსპირაცია, მართლა ყველაზე დიდი ინსპირაცია მივიღე მის ფოტოებით და დავინტერესდი ზოგადად ამ ყველაფრით უფრო სერიოზულად. და სხვათა შორის ეგ გამოფენა ვნახე აქ ნიუ-იორკში. ეს კაცი არის ბრაზილიელი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში თავის ცოლთან ერთად და საკმაოდ ცნობილია კიდე ბევრი მიმართულებით, ანუ არ არსებობს ხა სადმე ინფორმაციას გადააწყდებოდით, რომ ბრაზილიაში თავისუფლად დაუბრუნდა და იქ გააშენა ჯუნგლები 2 მილიარდზე მეტი ხე დარგო და აბსოლუტურად დაუბრუნა უდაბნოს დაუბრუნა ეს ჯუნგლებად გადააქცია და არსებობს ფილმიც მასზე და ასე შემდეგ. ნუ ძალიან დიდი ფოტოგრაფი იყო, ძირითადად იყო ლანდშაფტს აიღებდა, შავთეთრი ფოტოგრაფია აქ თლიანად ფირზე და არა მარტო მერე და ნუ რაღაცა მასშტაბი, ძალიან დიდი მასშტაბი ერთ სიტყვით, ყველას ურჩევ რომ დასრჩოს და ნახოს სებასტიან სალგადო. ეხლა მე რო დავიწყე ეს გადაღება და ინსპირაცია და ამ შემდეგ ძალიან დიდი ხანი მინდოდა შევხვედროდი მას და აი ძალიან ბევრი ვზდიე, ოღონდ მართლა ძალიან ბევრი ვზდიე, ორჯერ ნიუ-იორკში ავწდი, ერთხელ გერმანიაში წიგნის ფესტივალზე და შარშან მაისში შევხვდი ლონდონში. მე-4 წელზე. მე-4 წელზე 8 წელი დავსდებდი ამ კაცს. იმიტომ რომ 80 წლის გახდა შარშან და ნუ მეთქი ხა თუ ამას არ მაგრამ სულ ბრაზილიაში ცხოვრობდა, იმიტომ რომ იქ რო წავიდა, საერთოდ გადავიდა ამ მომents და ძირითადად არსად არ გამოდიოდა ხოლმე ანუ ესე და არც არასდროს არ იყო ცნობილი ისა რა ქვია, სად შეიძლება და ხო. ლონდონში შევხვდი, იქაც შევხვდი არ იყო, იმიტომ რომ იქაც ძალიან დამალე ეს არ მიშვებდნენ, ბილეთი არ იყო, ჯერ ანუ საქართველოსდან ვიზას მომცემდნენ თუ არ, ნუ ძალიან ორთვიანი ის სპეციალურად მაგისტრის მიფრინავდი. ჩავედი ხო, ნუ თანხა ეხლა ლონდონში გაფრინდე სპეციალურად. ისევ საუბრობ ხოლმე, აი ის რო გინდებს ეს და კაი წავედი ხა. ხო და აი რაღაც ბევრი რაღაც, მაგრამ ნუ ღმერთს მართლა უნდოდა რომ შევხედავდი, მაგრამ მასთან შეხვედრა მინდოდა ერთ-ერთი მიზნის გამო, რომ მისთვის მე თქვა მადლობა. მართლა ეგ იყო და რომ შევხვდი უთხარი რომ მადლობა თქვა რისთვისო და მე უთხარი დღეს რომ მე ვიღაცა ვარ რაღაცას ვაკეთებ და მაბედნიერებს და ანუ რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში როგორც ფოტოგრაფს მეთქი არის შენი დამსახურება თქო და ეგ მინდა მეთქი მხოლოდ გითხრა თქო რა და ძალიან გაოცებული სახით მიყურებდა და მე მითხრა რომ და მე ვუთხარი რომ ფოტო თუ შეიძლება მეთქი გადავიღო თქო შენთან თქო და მითხრა რომ რა გინდაო და მეთქი აი ეგ არის ზუსტად, იმიტომაც მიყვარხარ ალბათ, რომ ზუსტად ეგ არის, რომ ამდენად დიდი ხარ და რა გინდა ჩემთან ფოტო რომ მეკითხები. უკვე ნიშნავს ჩემს ყველაფერს და გადავიღე ფოტო მასთან და ნუ ისეთ იმაში ვიყავი, რომ მთლიანად კანკალებდი, იმიტომ რომ ყველაზე დიდ ადამიანს შეხვდ ჩემს ცხოვრებაში და მართლა 3 თვის მერე გარდაიცვალა. და ნუ აი ეგ რომ ვფიქრობ მაგაზე, რომ ეგ რო არ მომხდარიყო, ანუ არ ვიცი ხა რა სიზავ ხო ადამიანს ხა. მაგრამ აი მართლა აი ძალიან ბედნიერება იყო რომ მე შევხვდი მას და უთხარი ის რაც მიხარია რომ შეიძლება მაგოცნების ასრულება. ხო კი. ვიცი გვაქვს რომელიც ახლა. ოღონდ ძალიან სახალისოა. გურული უნდა ჩავრთო ეხა ეგრე. ჩართე. ამ ბლიც ქვია 3 რამ. 3 ფურცელი ამოიღე და მე ვილაპარაკოთ მაგაზე რაც შეგხვდება. კითხვებია? ცოტა ის კითხვები არ არის. ხო კითხვებია, მაგრამ ესეთი. 3 ამოვიღო? 3 ამოიღე. თუ კიდე მეტი ამოიღე, მაგრამ 3 მინიმუმ. ნახოთ ჯერ 3-ში რა არის და მე ვნახოთ რა არის. რაო? 3 რამ რაც ნიუ-იორკმა შეცვალა შენშიო. ნიუ-იორკმა შეცვალა ჩემში.
ნიუ-იორკთან ჩემში შეცვალა ის, რომ ძალიან არ მადარდებს სახლინა როგორი გამოვდივარ. აი საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ გიყურებს აქ და აქცენტს არ აკეთებს. მეორე რაც შეცვალა, ალბათ კვების რეჟიმი შემიცვალა ძალიან და მესამე არ ვიცი ხა რამდენად შეცვალა თუ რა ქნა თუ რა გამიკეთა, ის არის რომ მივხვდი რომ სახლში როცა სარეცხი მანქანა გაქვს, ამაზე ბედნიერება არაფერი არ ყოფილა ღმერთო, აი მაგაზე არასდროს არ მიფიქრია რომ აი რაღაცა რო გინდა და არ გაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა წახვიდე სადღაც და რაღაც არის. და ვერც გექნება თან. ვერც გექნება, ხო, ვერც გექნება. აი ეგ თუ სტრესი იქნებოდა, როდეს რომ სარეცხი მანქანას სახლში რო გაქვს რა ბედნიერებაა თუ ხო, აი ეგ ამას შევცვლიდი, ხო, შევცვლიდი. სახლში მეკონებოდა სარეცხი მანქანა. ანუ ამერიკამ დაგაფასებინა ნიუ-იორკმა დაგაფასებინა. დამაფასებინა ჩემი საერთოდ მანქანა. ყველაზე მეტად მიყვარს ახლა სახლში რაც. კაი, იმედია გავეცი პასუხი შენს სამი. აუ, სულ სამი რაღაცა არის. სამი რამ, რასაც დაამატებდი ნიუ-იორკს. რა ვიცი ხა ქართულ რესტორანს თქო ვიტყოდი 7 წლის უკან, მაგრამ დაამატეს მაგაზე იზრუნეს უკვე. სამი რამ რას დავამატებდი ნიუ-იორკს. ანუ რა იგულისხმება? აი რა გაკლია სიტყვაზე რომ დადიხარ ქუჩაში ასაკში მანქანას სახლში. ყველა ოჯახში სარეცხ მანქანას დავამატებდი. ეს ერთი უეჭველი. ვა მეორე რას დავამატებდი და მეტ ნაგვისურნას დავამატებდი, ნამდვილად დავამატებდი და მესამე აუ რა ვიცი, აი მესამე დავამატებდი ყველა მენიუში ქათამში ქმერულად, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს. იმიტომ იაპონიაში ხოთაშორის ხა ძალიან პოპულარულია ეგ. აქაც უნდა იყოს ყველა. ოკეი, სამი რამ რაც ყველაზე მეტად არ გიყვარს ნიუ-იორკში. არ გიყვარს რომ სარეცხი მანქანა არ გვაქვს. ოკეი, სარეცხი მანქანაზე რო არ სამი რამ რაც არ მიყვარს, ხო? არ მიყვარს. ანუ ჩემი გადასაწყვეტი ალბათ არ არის ხა რამდენად ის მიყვარს თუ არ მიყვარს, ანუ რეალობაა, მაგრამ ის რომ ამდენი ადამიანია ქუჩაში მცხოვრები, ეს ძალიან არ მიყვარს და რავი ხა რამდენჯერ ვითომ კვლევასავით გავაკეთე და სულ მეუბნებიან რომ ეს მათი არჩევანია, თვითონ ესე გადაწყვიტეს. რა ვიცი ხა რატო უნდა გადავწყვიტო, თუ ყველაფერი რიგზე მაქვს რომ ქუჩაში ვიცხოვრო კარდონში, მართლა არ ვიცი, ზოგჯერ ადამიანები ალბათ რომ პასუხობენ ამაზე არ უფიქრია რომ აი რატო უნდა ვიცხოვრო კარდონი თან ნიუ-იორკის ზამთარი როგორიც არის ხო მაგრამ ნუ ხედავ რომ რაღაცებს მათთვის აკეთებენ რა თქმა უნდა აი ამას შევცვლიდი ერთს უბრალოდ რაც არ მიყვარს კი არა არ მიყვარს არა ანუ ძალიან თრგუნავს ამას რო უყურებ რა არ მიყვარს კიდე არ მიყვარს ის რომ ჩემს სამეზობლოში ბროდვეიზე დილის 6 საათამდე არის მუსიკა ქუჩაში და ცეკვა და ცოტა ახლა მეც ვიცი ცეკვა და მუსიკა, მაგრამ დილის 6-მდე არ ვიცი, აი ეგ ძალიან არ. შენთან ნიუ-იორკს არ ძინავს. ჩემთან არ ძინავს, იმიტომ რომ ბროდ ეგ არ მიყვარს ნამდვილად ეს მუსიკა დაუსრულებელი რო აქვს დილამდე, ტოვასაკობრივია და მესამე რამ რაც არ მიყვარს. აუ ტარაკნები. მე არ მყავს მადლობა ღმერთს, მაგრამ ნუ აი არ მიყვარს, საშინლად არ მიყვარს და ვიცი რომ ძალიან ბევრია და ეგ არ. ვირთხები. ვირთხა ეხა დიდია და არ მაწუხებს. სხვადასხვა ვირთხა ისე არ მაგიზიანის და ცოტა მეც იყვებასავით ვიზუალურად და ცოტა თან სუქნები არის ეს. კაი ნაჭამია და მგონია რომ თავს არ გესხმის და აი ტარაკანა რაღაც საშინელი არის. არა ნიუ-იორკის თანდები. ძალიან დიდი მადლობა ზაქარია. აუ თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა. მიხარია ძალიან. მიხარია თქვენ წარმატებები და ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გეყოლებათ. დრო საინტერესოა სხვა ფორმაა და სჭირდება ადამიანებს ერთმანეთს მოусმინოთ.